ნახეთ ურმე რა გამოგჩა. ფლორიდას გუბერნატორმა აგრძელა ბავშვები. ბავშვის გაჩენა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება მათი განთავსება სოციალურ ქსელებში 15 წლის ასაკამდე. ხოლო 15 და 16 წლის ადამიანებმა აუცილებლად ნებართვა უნდა აიღონ მშობლებისგან, რათა შექმნან სოციალური ქსელი. თუ შემთხვევით ერთ-ერთი ბავშვი ჩუმად შეიპარა და რაღაცა ვიდეო დადო TikTok-ზე, შეიძლება მისი მშობელი $50,000 დაჯარიმდეს. რაღაც მომენტში ვეთანხმები მე ამ კანონს, იმიტომ რომ არ არის ძალიან სასიამოვნო შენი ბავშვი რო შევა TikTok-ში და აი ამას რო წააწყდება. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო კვლევების მონაცემებით დეპრესიისადმი მიდრეკილები არიან ის ბავშვები, ვინც პატარაობიდან სოციალურ ქსელში ატარებენ დროს. ეს კანონი ამოქმედდება 1 იანვარს და სოციალურ ქსელებში უკვე განთავსებული ვიდეოები წაიშლება. ასე რომ ფლორიდას მაცხოვრებლებს მოუწევთ იყვნენ ყურადღებით, რომ მერე არ თქვან